სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალიტეტები ხარჯავენ გარკვეულ პროცენტს თავისი ბიუჯეტის. თუმცა რომ შევხედოთ დიდ სურათს, სიტუაცია წლიდან-წლამდე არ უმჯობესდება. ძირითადად მომსახურებები თავმოყრილია რაიონ ადმინისტრაციულ ცენტრში, რაც უზღუდავს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას სოფლის მცხოვრებ მოსახლეობას. სერვისები არ ეფუძნება საჭიროებების კვლევას. პროგრამები რომ გადახედოთ თქვენ, ხო, არის შემუშავებული მოკლევადიანი კრიზისის რეაგირებაზე და არა გრძელვადიანი გაძლიერების მიმართულებით. ერთი ხელით მე სახელმწიფო მაჭმევს და მაძლევს ფულს და მე მეორე ხელით მას ვერ ვუღალატებ. დღეს კიდევ მოსახლეობას სოციალური მომსახურება მუნიციპალური გონია საჩუქარი მუნიციპალიტეტის მხრიდან. ის რომ ეს მისი უფლებაა მიიღოს დახმარება, ის რომ ეს მისი ბიუჯეტია და აბსოლუტურად თვითმმართველობა იმიტომ არის იქ რომ მოიმსახუროს მას, ეს არ არის მოქალაქეებში გაცნობიერებული. გონიათ რომ თუ ჭალებში ვაყო კარგად არ მოიქცევა, ვერ მიიღებს ამ მომსახურებას და ეს არ არის შორს სიმართლისგან სამწუხაროდ.